ევროპარლამენტში საქართველოსთან დაკავშირებით დებატები გაიმართა, როგორც მოისმინეთ, კიდევ ერთხელ იმსჯელეს ჩვენს ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ ვითარებაზე. მსჯელობა ევროკომისიის წარმომადგენელმა მაგნუს ბრანერმა გახსნა, რომელმაც აღნიშნა, რომ საქართველოს პროგრესირებადი დემოკრატიული დაღმასვლა არის შემაშფოთებელი. ევროპარლამენტართა უმრავლესობამ გააკრიტიკა ქართული ოცნება და აღნიშნა, რომ მიმდინარეობს რეპრესიები დემონსტრანტების წინააღმდეგ. დეპუტატების მეორე ნაწილის კრიტიკა კი ძირითადად ევროკავშირის მისამართით იყო. საქართველოს მზარდი დემოკრატიული ვარდნა რეალურად ძალიან საგანგაშოა. ოფიციალურმა პირებმა ბოლო დროს რიგი კანონების შესწორებები აამოქმედეს, რომლებიც ფუნდამენტურ უფლებებს ზღუდავენ და ძირს უთხრიან დემოკრატიულ მმართველობას. ძალადობა და სიძულვილის ენა მშვიდობიანი დემონსტრანტების, პოლიტიკოსებისა და მედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ. საჯარო მოსამსახურეების პოლიტიკური მოტივებით გათავისუფლების შესახებ ცნობები, ისევე როგორც სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ მუქარების სრულიად მეუღებელია. ბევრი დაკავებული პატიმრობაში რჩება და სისხლის სამართლით გასამართლება ემუქრებათ, თუმცა დღემდე სამართალდამცავი ორგანოების არც ერთი წარმომადგენლის მიმართ ბრალდება წაყენებული არ არის პროტესტების ძალადობრივი დარბევებისა და დაკავებული დემონსტრანტების წამების სერიოზული ბრალდებების მიუხედავად, რაც საქართველოს ომბუდსმენმა გააჟღერა. მსგავსი ქმედებები არ შეესაბამება ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყანას. ევროკავშირი სოლიდარობას უცხადებს ქართველ ხალხს და მოუწოდებთ ოფიციალურ პირებს სწრაფი ქმედება განახორციელონ, რათა დაძაბულობა განმუხტონ. უსამართლო დაპატიმრებულები უნდა გაათავისუფლონ. ძალადობის აქტები უნდა გამოიძიონ და ანგარიშ ვალდებულება უნდა იყოს სამართალდამცავებისთვის, რომლებიც ჩართულნი იყვნენ ამ უკანონო ქმედებებში. ასევე მოუწოდებთ საქართველოს ოფიციალურ პირებს მიიღონ ეუთოს არჩევნების შესახებ საბოლოო ანგარიში გამოქვეყნებული რეკომენდაციები და ყველა ვარიანტი განიხილონ საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტებისადმი ნდობის აღსადგენად. რა თქმა უნდა, ყველა პოლიტიკურ ძალასთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან დიალოგში. მათ შორის განიხილონ ახალი არჩევნების ჩატარებისკენ საქართველოს საზოგადოების მოწოდება. ქართველები იბრძვიან თავიანთი ევროპული გზისთვის. ჩვენი მოვალეობაა მკაფიოდ განვაცხადოთ ჩვენი მხარდაჭერის შესახებ. პირველ რიგში ქართველი ხალხის ერთადერთი ჭეშმარიტი და ლეგიტიმური წარმომადგენელი და ერთადერთი აღიარებული პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილია. მეორე, ქართული ოცნება და თვითგამოცხადებული ერთპარტიული პარლამენტი არ არის ლეგიტიმური. მოვუწოდებ ევროკავშირის ლიდერებს, წევრ ქვეყნებსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებს თავი შეიკავონ ყველა ქმედებისგან, რომელიც ლეგიტიმაციას მისცემს თვითგამოცხადებული ქართული ოცნების ხელისუფლებას. მოსახლეობის, ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების მიმართ ძალადობა გრძელდება. ევროპას ამაზე რეაგირება უნდა ჰქონდეს პასუხისმგებელი პირების, კერძოდ ბიძინა ივანიშვილის მიმართ პერსონალური სანქციების დაწესებით. ამ კრიზისიდან ერთადერთი გამოსავალი არის ახალი დამოუკიდებელი სამართლიანი არჩევნები ყოველგვარი შეფერხების გარეშე. სიმართლე ის არის, რომ არ არსებობს რეალური ინტერესი დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების მიმართ. უმრავლესობის პარტიები ამ რიტორიკას იყენებენ მხოლოდ იმ ქვეყნების წინააღმდეგ თავდასხმებისთვის, რომლებიც დასავლურ ინტერესებს არ ემორჩილებიან. საქართველოში ეუთომ შეძლო არჩევნების საერთო ჯამში სწორად ჩატარების დადასტურება. ეს არ უარყოფს ქვეყნის პრობლემებს, რომლებიც მრავალრიცხოვანია. ჩვენ დავგმეთ რამდენიმე კანონი საქართველოში, რომლებსაც არ ვეთანხმებით. ამავდროულად მიუღებელია ევროპული ელიტების სურვილი შეცვალონ არჩევნების შედეგები, როდესაც ის არ ემთხვევა ნატოს საგარეო პოლიტიკის არჩევანს. ისინი იქამდეც კი მივიდნენ, რომ ლეგიტიმაციას ანიჭებენ პრეზიდენტს, მიუხედავად იმისა, რომ ის ახლა კანონიერად აღარ იმყოფება თანამდებობაზე. ეს მენტალიტეტი წარსულს ეკუთვნის. საქართველოსთან მიმართებით ევროკავშირი ერთადერთია, რომელიც არაფერს აკეთებს და ეს სირცხვილია. ჯერ კიდევ ველოდებით თქვენგან, რომ ამას ცხადად იტყვით, მაშინ როდესაც ჩვენმა პარლამენტმა უკვე გააკეთა ეს, ბატონო ევროკომისარო. ხალხი 55 დღის მანძილზე გამოდის, მათ წინააღმდეგ რეპრესიებია, სასტიკი თავდასხმები, თვითნებური დაკავებები, ძალადობა, საბჭომ ვერ შეძლო სერიოზული სანქციების დაწესება. ინდივიდუალურად სახელმწიფოებმა მიიღეს ზომები, მაგრამ ჩვენ არა. და ზომები, რომლებიც მიღებულია, უაზროა. ქართველებს, რომლებიც ქუჩებში ევროპული დროშებით გამოხატავენ პროტესტს, ევროპის სჯერათ და ისინი ნამდვილად იმსახურებენ ჩვენს მხარდაჭერას. ის, რაც საქართველოში ხდება, სერიოზულია არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ კავკასიისთვის, შავი ზღვის უსაფრთხოებისა და ჩვენთვის. ანგარიშია პუტინი 1, ევროპა 0. თამაში ჯერ არ დასრულებულა. მოდით ყველაფერი ვქნათ, რომ არ წავაგოთ. ევროკავშირი მუდამ ჯივის უცხოური ჩარევის შესახებ, მაშინ როდესაც უკვე თვეებია ერევა საქართველოს საქმეებში, ემუქრება მას სანქციები და მხარს უჭერს გადატრიალებას თბილისში, რომელიც გვახსენებს მაიდანს უკრაინაში. დემონსტრაციები, უცხოეთიდან დაფინანსებული არასამთავრობოები. ამ ყველაფრის შედეგი ცნობილია და ის კარგი არ არის. ევროკავშირი ამას აკეთებს, რადგან საქართველოში გაიმარჯვეს იმ პოლიტიკურმა ძალებმა, რომლებიც ბრიუსელის დღის წესრიგს არ იზიარებენ. ჩვენს ინტერესებშია პატივისცეთ ქართველი ხალხის ნებას. არ არის საჭირო ქედმაღალი ლექციები და ესკალაციური ჩარევები. ამის ნაცვლად გჭირდება კარგი დიპლომატიური ურთიერთობები თბილისთან. საქართველო არ უნდა გახდეს მეორე უკრაინა.
ბრიუსელმა მეტი უნდა გააკეთოს. ეს ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ მიხაელ როთმა თქვა, მაგრამ რატომ უნდა მოახდინოთ გავლენა სუვერენული ხალხის დემოკრატიულ გადაწყვეტილებებზე? ჩვენ ერებს შორის ურთიერთპატივისცემა გვჭირდება. ჩვენ არ გვსურს ევროკავშირის ჩარევის ნახვა. ქართველი ხალხის გადაწყვეტილებებში ჩარევას ბრიუსელი აძლიერებს. მაგალითად, იქ ბევრი პოლიციელი დაშავდა. ევროკავშირი ქაოსის მონაწილეა. ეს თავისუფალი ქვეყანაა. საქართველოს სურს ევროპა, მაგრამ ისეთი ევროპა, რომელიც მათ არჩევანს პატივს სცემს. საქართველო ბრიუსელის კოლონია არ გახდება. ქართულ ხალხს ევროპული მომავალი სურს, მაგრამ მათ მთავრობა ძალადობით, რეპრესიებითა და ტყუილებით პასუხობს. ქართული კოშმარის პარტიამ თავის ყველა ვალდებულებაზე უარი თქვა. ისინი აჩუმებენ ოპოზიციას, ავიწროებენ ჟურნალისტებს და ძალადობენ მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ. რეჟიმი აბუჩად იგდებს დემოკრატიას. პრინციპების უკან იმალებიან მაშინ, როდესაც მათ ყველა ქმედებით თელავენ. მათი პროპაგანდა პირდაპირ კრემლის სახელმძღვანელოდან არის აღებული. ისინი საკუთარ თავს სტაბილურობის დამცველად წარმოაჩენენ მაშინ, როდესაც ქაოსს თესავენ და საკუთარ მოქალაქეებს იღებენ მიზანში. არაფერს თუ არ მოვიმოქმედებთ ქართულ ხალხს მივატოვებთ იმ მთავრობასთან, რომელსაც დემოკრატიის ეშინია და რეპრესიებით საზრდოობს. ევროკავშირმა უნდა გააჩეროს საქართველოს გაწევრიანების პროცესი და სანქციები დაუწესოს მათ, ვინც ხელს უწყობს ამ რეპრესიებს. დღევანდელი სიტუაცია არის ქართული რეალობის უგულველყოფისა და სხვადასხვა ევროპული პოლიტიკოსის მიერ საქართველოს საქმეებში უპრეცედენტო ჩარევის შედეგი. ბოლო 2 წლის განმავლობაში ქართული მთავრობის პოზიციის ცვლილება წარმოადგენს თავდაცვის მექანიზმს ევროპის მხრიდან უსამართლო ზეწოლის პასუხად. რუსეთთან მიმართებით საქართველოს რთული რეალობის გაგების ნაცვლად კავშირმა დაიწყო ქართველებისთვის კარნახი, მიუხედავად იმისა, როგორ იმოქმედებს ეს მათ ეკონომიკასა და თავდაცვაზე. საქართველო რეალურად განწირულია რუსეთთან დაბალანსებული ურთიერთობების საძიებლად, რადგან ევროკავშირს არ შეუძლია უსაფრთხოების გარანტიების შეთავაზება. რუსულ არმიას შეუძლია თბილისში 3 დღეში იყოს. ნებამომეცით შეგახსენოთ, რომ ევროკავშირი წლების განმავლობაში კეთილგანწყობით თანამშრომლობდა რუსეთთან. საქართველოს ტერიტორიების ხანგრძლივი ოკუპაციის მიუხედავად. ამიტომ გამოვდივარ ჩვენი მიდგომის შეცვლისა და საქართველოსთან სამართლიანი, პარტნიორული დიალოგის განახლების მოწოდებით, რომელიც ურთიერთპატივისცემაზე იქნება დაფუძნებული.